ჭორი იმის თაობაზე, რომ ყვირას მთაზე მდებარე მოქანავე ლოდმა ქუა ცანცალიამ ქანაობა შეწყვიტა, მცდარი აღმოჩნდა. 17-18 აგვისტოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ტურიზმის განყოფილების ინიციატივით მოეწყო ლაშქრობა ყვირას მთაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის, სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციების თანამშრომლებმა და სხვა მოხალისეებმა. მიუხედავად უამინდობისა, ექსპედიცია საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოდგა. ყვირას მთის ძირში მწყემს ვანიჩკა ფიფიას კარესთან კარვები გაიშალა, დაინთო კოცონი და გაიმართა მხიარული ნადიმი. ასევე ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილის სოფიო ყვარაცხელიას დაბადების დღის შემოსვლაც განსაკუთრებულ და დაუვიწყარ ვითარებაში აღინიშნა. წლის გახდა. არავინ არ გაბედოს და ასაკი ადაასახელოს თოროსეო, ორჩა. ამ ლამაზ ღამეს ციკლოპივით ერთი თვალი აქვს. ვისულშიც ძინავს და სიმივით წივის ბილიკი. ჩვენ ერთმანეთის გარდოქმნით ძველი ვალი გვაქვს. ჩვენ ერთმანეთი ჯერ ვერაფრით შემოვირიგეთ და მაინც ჩვენი ერთად ყოფნა გარდუვალია. მე ვარ რადგანაც თქვენ არსებობთ. ანდა პირიქით. ლაშქრობის მეორე დღეს დილაუთენია გაიშალა საუზმე, რადგანაც მზის ამოსვლისათვის ყვირას მწვერვალიდან მომხდარ იყო თვალის დევნება. სამწუხაროდ ნისლმა და ღრუბელმა ხილვადობის მანძილი დიდად შეამცირა. მიუხედავად ამისა, მაინც შეუფერხებლად მოხერხდა მოქანავე ლოდთან, ქუა ცანცალიასთან მიახლოება. მართლაც ბუნების საოცრებაზე მეტყველებს ამ დიდ ტრიალ მინდორში ერთადერთი ქვის ლოდის არსებობა, რომელიც სინამდვილეში მოქანავე აღმოჩნდა. საოცარი, გრანდიოზული ლაშქრობა მოაწყო მუნიციპალიტეტმა. დაახლოებით 50 ვიყავით და როგორც ბატონმა ვანიჩკა ფიფიამ ცნობილმა პიროვნებამ აღნიშნა, რომელიც იქ დახვდა, ასეთი გრანდიოზული ასვლა არ მომხდარა, რაც მას ახსოვს. რა არის ეს ტურისტული ასვლა? ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. იმიტომ რომ ესე იგი ტურიზმის განვითარება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია. აი ისეთი ჩვენ ისეთი ადგილები გვაქვს. ისეთი ადგილები გვაქვს, ამის რეკლამა შეიძლება და ზუსტად აი ამის რეკლამისთვის გაკეთდა ეს. ხელმძღვანელობამ რაიონის გამგევლობა საკრებულოს თავმჯდომარემ საოცრად კარგი ღონისძიება ჩაატარეს. და რაც თავარია, ქვა ქანაობს? ახლა მაგაზე ეს არის მთავარი. ეს არის საოცრება. ამას უნდა რეკლამა რა. ეს არის მერვე საოცრება, გეუბნებით რა. ამხელა ქვა, მეაჭერ ამხელა თიც, პატარა ბავშვია მეაჭერ და ქანაობს რა. ზარმაზარი ქვა. ნუ რა არის? მეტი რა არის საოცრება? ახალგაზრდებმა შესაშვილი
გამძლეობა გამოიჩინეს, ინახულეს ქვა საოცრება, რომელიც მართლა საოცრებაა და კმაყოფილები ბრუნდებიან სახლში. მეც ვამტკიცებ, რომ ქვა ცანცარებს. ჩემი მტკიცება არ ჭირდება ეს, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქვა ცანცარებს. არა, რაღაც ჭორები იყო, რომ უკვე შეწყვიტაო ცანცარი და აი რამდენი მოწმე ჩამოვედით და მერე რა, თქვენ ადასტურებთ ამ ჭორებს? არა, ეხლა დავწუნდით, რომ ნამდვილად ნამდვილად ცანცარებს ქვა და არაჩვეულებრივი ბუნება, არაჩვეულებრივი სიტუაცია და მადლობა ყველა ორგანიზატორს, ვინც აი ეს დიდი სიამოვნება მოგვანიჭა ამ 2 დღის მანძილზე. ძალიან კარგი იყო და მე ვთვლი, რომ ტალენტი ხელებმა არა მარტო, მთლიანად საქართველოს უნდა ნახოს ეს სილამაზე. ძალიან კმაყოფილები ვართ. მართალია, აი ბავშვები ბოლომდე ავიდნენ მინდორზე ქვანცანცარაში, ის ვერ ვნახე, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ბუნება გვაქვს. დაბეჭდილებები უაღრესად amazing. ინგლისურად უფრო კარგად ითქვა. კონკრეტულად რა მოგეწონათ? უნება რა თქმა უნდა რა. სიმშვიდე, ეს ნისლი, ხრამი, ქვემოთ წყაროები და რა ვიცი, სივრცე ისეთი ბუნების კლდეები და რა ვიცი. მოლოდის გადააჭარბა მოკლედ. რომ მოლოდი მაგაზე უკეთესი იყო. კერძოდ რა მოგეწონათ? ერთად მომეწონა ჩვენი ბუნება, მთა,დილი, ყველაფერი მომეწონა მოკლედ. აი ეს პოპულარული ქვა? ხო. ამ ქვას რაღაცა უფრო ესეთ გრანდიოზულს ველოდი. მოცულობით უფრო დიდს ველოდით, ხო? რაღაცა ცოტა სხვანაირი მეკონა, მაგრამ არა, სამაგიეროდ არა იყო ძვირფასი. რა ვიცი, აი, გუშინდელი და დღევანდელი დღე ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ასე ვთქვათ და. ცოტა თავაზიან ფორმაში. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ დღეებით. ძღოლი ჩვენი იყო საუკეთესო, ხალხი საუკეთესო, ქვა ცანცარა ხო საოცარი. მასპინძლობა გაგვიწიეს კიდე ბატონმა ვანიჩკამ საუკეთესო და მოკლედ ყველაფერი კარგი იყო და კმაყოფილი ვარ. Wir werden sehr gerne auf deutsche Gäste noch freuen und die Straße ist schon eröffnet und wir warten auf die Gäste. Es ist wunderschön hier. Wir warten. Kommen Sie bitte her. Our expedition was very interesting. The nature was fantastic. It was very beautiful, and the members of our expedition are very satisfied. And we will plan many this kind of interesting expeditions. Мне приятно, когда вот люди сюда приезжают. Это очень приятно, потому что многие не знают вот это место, вот этот шатающий камень. Надеюсь, скоро узнают. Узнаю. По-грузински как звучит? Звучит? Как звучит по-грузински? По-грузински звучит Хуанцалия, по-английски. По-английски. Все было прекрасно, все было замечательно. Организовано было, мы здесь родились, но для гостей это было супер. Супер. Так что я надеюсь, что это много увидит, много услышит. В интернете, в Фейсбуке много увидят. И после этого много сюда поедут. ექსპედიციის მონაწილეების თქმით, დასანანი მომენტია, როცა გიწევს მთის დატოვება, მოგიზგიზე კოცონის ჩაქრობა, სატვირთო ავტომობილის ბორტზე ასვლა და ისევ დაუბრუნდე ჩვეულებრივი ცხოვრების კეთილს. ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ ბევრ წალენჯიხელს და არა მარტო წალენჯიხელს გაუჩნდება სურვილი დალაშქროს ჩვენი კუთხის ულამაზესი მიდამოები. თუნდაც ერთი დღით განერიდოს ყოველდღიური პრობლემებით დატვირთულ ცხოვრებას და გაიმრავალფეროვნოს საკუთარი ცხოვრება ამ მადლიან მიწაზე.